ათეროსკლეროზი არის არტერიის კედელში ცხიმის, ქოლესტერინის და სხვადასხვა ნივთიერებების დაგროვება, რასაც ეწოდება ფოლაქი. ეს ფოლაქი იწვევს სისხლის შევიწროვებას, შესაძლებელია ის დაითრომბოს და მოხდეს სისხლის სრული დაკეტვა. ასეთ შემთხვევაში ხდება სისხლის ნაკადის შეჩერება და ისეთი დაავადებების ჩამოყალიბება, როგორც არის მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი და სხვა. ათეროსკლეროზი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო. კონკრეტულ პაციენტთან ჩვენ შეიძლება ვერც დავადგინოთ რა იწვევს ამ დაავადებას, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ რისკ ფაქტორები, რომელიც იწვევს ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების პროგრესირებას. როგორიც არის ასაკი, გენეტიკა, ოჯახური ანამნეზი, ასევე შეიძლება იყოს ქრონიკული ანთებითი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ასე შემდეგ. ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკ ფაქტორები და რისკ ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტად მიდრეკილები არიან ამ დაავადების მიმართ. ასეთი არის ასაკოვანი პაციენტები, ასევე შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულები, შაქრიანი დიაბეტით, ქრონიკული ანთებითი პროცესის მქონე პაციენტები, ასევე გენეტიკურ წინასწარ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ოჯახურ ანამნეზს. ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების დიაგნოსტირება პირველ რიგში იწყება სრულყოფილად და ძალიან კარგად შეგროვებული ანამნეზით, ისტორიით, ოჯახური ანამნეზით და ჩივილებისა და რისკების სრულყოფილი გაანალიზებით. ამის შემდეგ ხდება უკვე დამატებითი კვლევების საფუძველზე, როგორიც არის სისხლში ქოლესტერინის დონის შემცველობა, შაქრის შემცველობა, ასევე ელექტროკარდიოგრაფიულად და დატვირთვის ტესტით იშემიური ცვლილებების გამოვლინება და სიმპტომების კიდევ უფრო უკეთესად შეფასება, ეხოსკოპიურად ხდება ვთქვათ ფოლაქის აღმოჩენა პერიფერულ სისხლძარღვში ან გულის სტრუქტურული დაზიანება, ან კორონაროგრაფიით ან ანგიოგრაფიით ხდება უშუალოდ შევიწროებული სისხლების გამოვლენა და მათი მერე უკვე სამკურნალო სტრატეგიის დაგეგმვა. ექიმს უნდა მიმართოს რეალურად ყველა პაციენტმა, რათა მოხდეს ადრეულად რისკების შეფასება, სიმპტომების შეფასება და თუ ვთქვათ დამატებითი კვლევები იქნება საჭირო ადრეულ ეტაპზე, რომ გამოვლინდეს ეს დაავადება და მოხდეს პირველადი პრევენცია სხვადასხვა სისხლისთვის საშიში დაავადებების, მაგრამ არსებობს პაციენტთა კატეგორია, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ასეთ პაციენტებს განეკუთვნება გუნკეში ტკივილის მქონე პაციენტები, გონების კარგვით, მეტყველების გაძნელებით, დამბლით და ასე შემდეგ. ათეროსკლეროზის პრევენცია ხორციელდება პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით, რაც მოიცავს წონის კორექციას, ფიზიკურ აქტივობას, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში წნევის დარეგულირებას, დიაბეტის შემთხვევაში შაქრის შემცველობის დარეგულირებას და ისეთი პაციენტებში, რომლებსაც აქვს სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევები, მედიკამენტური მკურნალობის ჩატარებას. ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მეთოდი არის დანერგილი ჩვენს კლინიკაში. ჩვენ გვყავს ძალიან ძლავრი ამბულატორიული სამსახური, რომელიც გულისხმობს კარდიოლოგს, ნევროლოგს და სხვა მომიჯნავე სპეციალისტებს. ასევე გვაქვს სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, რადიოლოგიური ცენტრი, რომელიც მოიცავს ეხოკარდიოგრაფიას და სხვა რადიოლოგიურ კვლევებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ინტერვენციული განყოფილება, სადაც ტარდება გულის სიზარღვების გამოკვლევა, ანუ კორონაროგრაფია, ასევე თავის, ტვინისა და სხვა სიზარღვების ანგიოგრაფია და ხდება იქ საჭიროების შემთხვევაში სტენტის იმპლანტაცია ან სხვა ჩარევები. ასევე გვყავს მძლავრი ქირურგიული სამსახური, კარდიოქირურგიulis, ანგიოქირურგიulis და სხვა გუნდებით წარმოდგენილი, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და მრავალი წარმატება.